მე მინდა მოვიყვანო ციტატა ფილიპ ზიმბარდოს ციტატა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ფილიპ ზიმბარდოს ექსპერიმენტზე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კონფორმულობის ფენომენის შესწავლაში. ჩვენ ვისაუბრეთ ფილიპ ზიმბარდოს ექსპერიმენტზე, როდესაც საუბრობდით სოციალური როლების შესახებ. გაიხსენეთ, ეს არის ასევე ძალიან სახელგანთქმული ექსპერიმენტი, რომელშიც მოდელირებულია ციხე. გახსოვთ ალბათ, ცდისპირები იყვნენ გადანაწილებული ორ როლად, ცდისპირებს ჰქონდათ გადანაწილებული როლები, რაც ხდებოდა ფაქტობრივად კენჭისყრით, ნაწილი იყვნენ ბადრაგი, ციხის ზედამხედველი და ნაწილი ტუსაღები. და მათ ევალებოდათ მოქცევა საკუთარი როლების, ქცევის განხორციელება, უпростоრედ საკუთარი როლების შესაბამისად და თქვენ ალბათ გახსოვთ ჩვენ ამ ექსპერიმენტზე ვისაუბრეთ თუ როგორ იგივდებოდა პიროვნება თავის სოციალურ როლთან, როგორ ხდებოდა თქვათ ბადრაგის სასტიკი და როგორ არაადამიანურ მეთოდებს მიმართავდა იგი ტუსაღებთან ურთიერთობაში და ჩვენ ალბათ ისიც გვახსოვს, რომ ზიმბარდომ შეწყვიტა ეს ექსპერიმენტი დროზე ადრე, იმიტომ რომ მასში რაღაც პათოლოგიური, სოციალური პათოლოგიის ხიფათი დაინახა. აი საინტერესოა ამ ექსპერიმენტის ავტორი ფილიპ ზიმბარდო რას წერს კონფორმულობის შესახებ და სიტუაციის ზემოქმედების შესახებ. ის წერს, რომ სიტუაციის ზემოქმედება ადამიანზე შეიძლება გახდეს იმდენად ძლიერი, რომ დაამსხვრიოს ფაქტობრივად ყველაფერი. ეს არის ზნეობრივი ღირებულებები, ისტორია, თვით ბიოლოგიაც კი, ოჯახი და ეკლესია. ის ყველაფერი, რაც არის წმინდა ადამიანისთვის. მე ვიმეორებ, ასეთი დამოკიდებულება სიტუაციური ზეგავლენების მიმართ არის ფრიად დამახასიათებელი თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიისთვის, რომელიც ქცევის მიზეზს ეძებს არა ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებში, არა იმდენად ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებში, რამდენადაც გარე სიტუაციაში, გარე სოციალურ რეალობაში და მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, აი ამ პოზიციის, საკმაოდ გავრცელებული პოზიციის მიხედვით ადამიანის, კერძო ადამიანის ქცევა სოციალური გარემოს კარნახით წარიმართება, სოციალური გარემოს ზეწოლით და ზეგავლენით წარიმართება. სხვათა შორის ესეც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ხშირად სოციალური ფსიქოლოგია ფაქტიურად უგულვებელყოფს პიროვნულ ფაქტორს, პიროვნების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ისეთ ნიშნებს, როგორიც არის მისი მიდრეკილებები, მისი ინტერესები, მისი განწყობები და ასე შემდეგ. კონფორმიზმისადმი მიდრეკილება განიხილება როგორც უნივერსალური თვისება, ანუ თვისება, რომელიც უკლებრივ ყველა ადამიანს ახასიათებს. თუმცა არის აღნიშნული ხოლმე, ასე ვთქვათ, არც თუ იშვიათად ასეთი გარემოება, რომ განსხვავებულ კულტურებში ეს მიდრეკილება კონფორმიზმისადმი განსხვავებული სახით და განსხვავებული ხარისხით ვლინდება. არის კულტურები, სადაც არის კონფორმისტული კულტურები, მოდით პირდაპირ ასე ვთქვათ, და არის შედარებით ნონკონფორმისტული, შედარებით მე მინდა ხაზი გავუსვა, შედარებით ნონკონფორმისტული კულტურები. ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ ვრცლად ორი ტიპის კულტურაზე, დასავლურ ან ინდივიდუალისტურ კულტურაზე და აღმოსავლურ ან კოლექტივისტურ კულტურაზე. ბუნებრივია, რომ კონფორმიზმი უფრო მეტად არის დამახასიათებელი კოლექტივისტური კულტურისათვის. იქ სადაც, ვთქვათ, ინდივიდუალისტურ კულტურაში არსებობს გარკვეული რეზისტენტობა ან წინააღმდეგობის უნარი და წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, ტენდენცია და ალბათ მოთხოვნილებაც საზოგადოების ზეწოლის მიმართ და სოციუმის ზეწოლის მიმართ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო საკითხია, ვთქვათ, კონფორმულობაზე ზემოქმედებს აღმოჩნდა არა ვთქვათ კულტურის ფაქტორი, არამედ და აქედან გამომდინარე კულტურაში არსებული, მე მინდა ხაზი გავუსვა, სოციალური ნორმების ფაქტორი, ტრადიციების ფაქტორი,
ვთქვათ, იქ სადაც სოციალურ ნორმად არის აღიარებული კონფორმულობა, პირდაპირ არის ასეთი კულტურები, სადაც არის ნორმად აღიარებული კონფორმულობა, ვთქვათ, იქ იყო თეთრი ყვავი, ბრჭყალებში ნიშნავს, რომ არ იყო საზოგადოების რეალურად წევრი და იყო აუთსაიდერი. ასე რომ თანამედროვე სოციალურ ფსიქოლოგიაში შეისწავლებოდა და დღესაც აგრძელებენ შესწავლას აი ამ საკითხის, ვთქვათ, როგორ ზემოქმედებს არსებული სოციალური ნორმები კონფორმულობისადმი მიდრეკილებას ან ნონ-კონფორმულობის ჩამოყალიბებას. ავტორებმა იკვლიეს კერძო საკითხით ძალიან საინტერესო. ეს არის თქვათ ის თუ რა მიმართება არსებობს კონფორმულობასა და სოციალურ სტატუსს შორის. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი სოციალური სტატუსი, ისინი ნაკლები კონფორმულობით ხასიათდებიან, ნაკლებად ექვემდებარებიან სოციალური ჯგუფის ზეგავლენას. მაღალი სოციალური სტატუსი მათ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობის, ან პიროვნული დამოუკიდებლობის გარანტს აძლევს. მათ არ ეშინიათ, ჩვეულებრივად რომ ვთქვათ, მათ არ ეშინიათ, არ ერიდებათ საკუთარი შეხედულებები, საზოგადოებისაგან განსხვავებული შეხედულებების გამოთქმა და არ ერიდებათ განახორციელო ის ქცევა, რომელიც არ ჯდება მოცემული საზოგადოების ნორმატიულ სისტემაში. სხვაჩვენს ძალიან საინტერესოა, როდესაც მილგრამის ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორები, არა მარტო სტუდენტები, არამედ პროფესორებში უფრო ხშირად ვლინდებოდა პროტესტი ექსპერიმენტის მიმართ. და მილგრამს მაგალითებიც მოყავს ძალიან საინტერესო. ამასთან დაკავშირებით მაგალითად ერთ-ერთმა პირდაპირ შეაწყვეტინა სასტიკი ექსპერიმენტი. ჩვენ მქონდა ექსპერიმენტზე საუბარი, აქ ლაპარაკია ფსევდოელექტროდარტყმებზე, უბრალოდ შეგახსენებთ. და ერთ-ერთმა პროფესორმა შეაწყვეტინა და არა მარტო ერთ-ერთმა, უბრალოდ მოყვანილია მაგალითად მისი პროტესტი. მან თქვა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნია შემეცნებას ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფონზე, რომ თქო არც ერთი ჭეშმარიტება არ ღირს იმათ, რომ ადამიანები აწვალო და უზნეო ქცევა განახორციელო მათ მიმართ. და შემდეგო აი ამ ადამიანმა წამიკითხა ლექცია ზნეობასთან დაკავშირებით, ამბობს მილგრამი. შემდეგი საკითხი, ჩვენ ესე იგი ვაგრძელებთ უბრალოდ საუბარს სოციალური ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობაზე საუბარს. მას სოციალურ ზეწოლას უპირისპირდება ეგრეთ წოდებული რეაქტიული წინააღმდეგობა. ინდივიდის თავისუფლების შეზღუდვა არც თუ იშვიათად იწვევს ნონკონფორმულ ბუმერანგის ეფექტს. ანუ თუ კი საზოგადოება ახორციელებს ზეწოლას ინდივიდზე, ამ შემთხვევაში ინდივიდი საპასუხო აგრესიით ზემოქმედებს, როგორც ბუმერანგის, უბრუნებს საზოგადოებას მისავე აგრესიას. მაშინ, როდესაც სოციალური ზეწოლა ემუქრება ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას, ადამიანები ხშირად ჯანყდებიან. არსებობს ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური რეაქტიული წინააღმდეგობის თეორია. ამ თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევა ემსახურება, საზოგადოდ ადამიანის ქცევა ემსახურება ადამიანის საკუთარი თავისუფლების განცდის შენარჩუნებას. და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა ხშირად მთავრდება ნონკონფორმული, ისევ და ისევ და კიდევ გავემეორე ბუმერანგის ეფექტით. ანუ ამ თეორიის მიხედვით, ფსიქოლოგიური რეაქტიული წინააღმდეგობის თეორიის მიხედვით, ადამიანისთვის აუცილებელია საკუთარი თავისუფლების განცდის არსებობა. და აქედან გამომდინარე, როდესაც იზღუდება პიროვნული თავისუფლება, როდესაც აი ამ განცდას, თავისუფლების განცდას რაიმე ხიფათი უდგას, მაშინ ადამიანები შესაბამისი, ასე ვთქვათ, რეაქციით პასუხობენ და სახეზე არის ეგრეთ წოდებული ბუმერანგის ეფექტი. საკუთარი უნიკალობის განცდა ადამიანის ფსიქოლოგიური კომფორტის ერთ-ერთი პირობაა, მიუთითებენ ავტორები.
საკუთარი პიროვნების უნიკალურობის ვლინდება სპონტანურ მე კონცეფციაშიც. აი მაგალითად, როდესაც ბავშვებს სთხოვენ სხვადასხვა გამოკვლევებში მოუთხრონ საკუთარი თავის შესახებ, როგორც წესი, ისინი მიუთითებენ ისეთ თვისებებზე, რომლებითაც სხვა თავიანთი თანატოლებისგან განსხვავდებიან. აი მაგალითად, წითური ბავშვები ხას უსვამენ, რომ ისინი არიან წითურები. ძალიან გამხდრები მიუთითებენ, რომ არიან გამხდრები. ძალიან დაბლები ამბობენ, რომ არიან დაბლები და ასე შემდეგ. ანუ ხდება საკუთარი უნიკალური თვისების და სხვებისგან განმასხვავებელი თვისების აქცენტირება და აღნიშვნა. როგორც ვხედავთ, ძალიან ცხადად ჩანს, აი ეს, ასე ვთქვათ, ეს რეაქცია არის თავისი არსით ნონკონფორმული. ის გულისხმობს პიროვნების გამოდიფერენცირებას სოციალური ჯგუფისგან. არის ასეთი მაგიურის შეხედულება, ეს არის ავტორი, რომელმაც არაერთი კვლევა ჩაატარა ამ მიმართულებით, რომელიც იკვლევდა პიროვნების უნიკალურობის განცდას და მისი, ასე ვთქვათ, შეხედულების მიხედვით ინდივიდი საკუთარ თავს იმ ხარისხით განიცდის, რა ხარისხითაც სხვებისგან განსხვავდება. ანუ საკუთარი თავის განცდისთვის აუცილებელი არის, ან მე კონცეფციის ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი განცდა იმისა, რომ მოცემული ინდივიდი სხვა ადამიანებისგან და მთლიანად სოციუმისგან განსხვავდება. შეიძლება განვიხილოთ ესეთი წყვილი, კონფორმიზმი, ნონკონფორმიზმი. არის ტენდენცია კონფორმიზმისკენ და ჩვენ ვცლად ვისაუბრეთ, თუ რაოდენ უნივერსალური ეს ტენდენცია, რამდენ დამახასიათებელია ეს ტენდენცია ადამიანებისათვის. ჩვენ მოვიყვანეთ ექსპერიმენტები, რომლებიც ადასტურებს კონფორმულობის ძალიან დიდ ხარისხს ცდის პირებში, მაგრამ ასევე არსებობს მეორე, მისი ანტიპოდური ტენდენცია. ეს არის ნონკონფორმიზმი. ეს არის ადამიანის მოთხოვნილება გრძნობდებს საკუთარ უნიკალობას, მაგრამ აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვე, ასევე ადამიანს აქვს ტენდენცია მიეკუთვნებოდეს გარკვეულ სოციალურ ჯგუფს. ადამიანი როგორც არაერთი ფსიქოლოგიური თეორია აღნიშნავს და არაერთი ანთროპოლოგიური თეორია არის წინააღმდეგობრივი არსება. და ის ერთმანეთში აერთიანებს ურთიერთ გამომრიცხავ და ურთიერთ საწინააღმდეგო ტენდენციებს. აი ასეთი წყვილი დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, წყვილი, რომელიც შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას და დაპირისპირებას, ეს არის კონფორმიზმი და ნონკონფორმიზმი. როგორც ადამიანისათვის დამახასიათებელი ორი ტენდენცია. ადამიანის ამოცანა დაიცვას ბალანსი აი ამ, ასე ვთქვათ, ორ უკიდურესობას შორის, აბსოლუტურ კონფორმიზმსა და აბსოლუტურ ნონკონფორმიზმს შორის. მისი ამოცანა დაიცვას ბალანსი დამოუკიდებლობასა და დაქვემდებარებას შორის, პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, ინდივიდუალობასა და სოციალურ იდენტობას შორის. და მე ბოლოს მინდა მოვიყვანო კარლ როჯერსის სიტყვები, ეს გახლდათ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მამა, რომელსაც ასეთი გამონათქვამი ეკუთვნის. მხოლოდ ერთ საკითხს აქვს მნიშვნელობა. ვცხოვრობ ისე, რომ ჩემი ცხოვრება სრულად მაკმაყოფილებს და მაძლევს საკუთარი უნარების რეალობის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, როჯერსის ეს შეხედულება ნონკონფორმიზმის, ასე ვთქვათ, სულით არის გაჟღენთილი და აქედან გამომდინარე, სხვა შორის ძალიან საინტერესოა ის გარემოება, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, როჯერსი იყო ფსიქოთერაპევტი და მისი, ვთქვათ, ფსიქოთერაპია ეფუძნებოდა ბუნებრივია მის თეორიულ ზოგად მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების არსი იყო სწორედ ინდივიდუალობის შენარჩუნება ადამიანის მიერ.